აი ეს ეხსნება. შეხედეთ ამას. ორი ჭრილი ხო აქვს დაბლიდან. კარგად აჩვენებ, ანუ აი აქ ჭრილებში აქვს ნახრეტები. ანუ ნახრეტი, განივი ჭრილი და ნახრეტი. ეს სროლის დროს, როცა ავტომატური სროლა თვითონ იარაღს ავტომატურად წაეცეს. ტენდენცია აქვს, რომ წაიღოს ზემოთ და მარჯვნივ. ანუ სროლის დროს, როცა მთლიანი პიცისვრით მიაქვს ზემოთ. რავი, ვისაც გისურვებთ ჯერი გამოწევდა, ისვის მიაქვს ზემოთ. ეს გაზი რო გამოდის, კომპენსირებას აკეთებს, გაზი ზემოდან ამოდის და ლულას ასტაბილურებს. შეხედეთ, აი შიგნითაზის. ანუ იდეაში სროლის დროს ამან დაბლა უნდა დაწესოს და ეგ მართლა მუშაობს. თვითონ კალაშნიკოვზეც AK-74-ზე თუ გინახიათ წინა ესეთი რკინა უყინა ზემოდან აქვს ნახრეტები. რომ დააბალანსოს, რომ არ წაიღოს. ამ იარაღს ესეთი